გამარჯობა, თქვენ ვიყურებთ Microsoft Word-ის ვიდეო გაკვეთილს, მე გიორგი ვარ დათუქიშვილი და მინდა გაგაცნოთ თუ როგორ შევქმნათ Word-ში ამოსარჩევი ღილაკი და კონტრაქტის თანახმად ერთ-ერთი პირობა როგორ შევარჩიოთ. ეს კითხვა დაგვისვა ჩვენმა ერთ-ერთმა გამომწერმა, გამოვიყენოთ rand ფუნქცია, იცით რომ შემთხვევით პრინციპით მოგცემს რაღაც ტექსტს და აი მაგალითად ამათ შორის გვინდა რომ შევქმნათ რაღაცა ამოსარჩევი სივრცე, რომელიღაც კონკრეტული აბზაცისთვის, ან თუნდაც პატარა ტექსტისთვის. პირველ რიგში გეტყვით რომ developer menu უნდა იყოს ჩართული, რომლის ჩართვაც ხდება ფაილი, option-ი და შესაბამისად აი აქ ნახულობთ ბრძანებას უკვე customize ribbon-ი და აქ ვირჩევთ developers, როდესაც ეს გვექნება ჩართული, ავტომატურად გამოჩნდება developer menu. აი აქ გვაქვს ამოსარჩევი სია, drop down list-ი, რომელიც შეგვიძლიათ ესეთი ფორმით ამოირჩიოთ და შემდეგ მაგალითად properties-ში შეხვიდეთ. ნუ მოდით გავაკეთოთ არჩევანი, დაუშვათ დავწეროთ პირველი ტექსტი. ქვემოთ შეგიძლიათ ეს რაღაც განმარტებაც მიაყოლოთ ამ პირველ ტექსტს თავისი თეგები, თუმცა აუცილებელი არ არის და დავწეროთ პირველი ტექსტი, მივცეთ OK. შესაბამისად კიდევ ერთი შეგვიძლია დავამატოთ, მაგალითად, არ ვიცი, დავუშვათ დავწეროთ საქართველო და შემდეგ მივცეთ ისევ OK. და ტექსტი აქვე გეტყვით რომ შეგიძლიათ ნებისმიერი სიგრძისაც იყოს, უბრალოდ ჩაწერთ სათაურში მას. OK, შემდეგ გამოდის რომ თქვენ კონტრაქტში გაგიჩნდებათ რაღაც სივრცე, სადაც ხელის დაჭერის შემთხვევაში ამოირჩევთ ან პირველ ტექსტს, ან ამოირჩევთ მეორე ტექსტს. და საბოლოო ჯამში ის იქნება არჩევადი, თქვენ ხან ერთს, ხან მეორეს შეარჩევთ. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი, გელოდებით ტრენინგებზე მომავალ შეხვედრამდე.